ვლადიმერ ასლამაზიშვილის მოთხრობა კარი. მანანა ისე გაიზარდა, რომ კარის სახელურს ძლივს წვდება. ერთხელ ბებო მეზობელთან გადასულიყო. მანანა შევიდა მის ოთახში და რას ხედავს? კალათაში სულ დარჩეული ვაშლები აწყვია. მოდი, ბებოს უჩუმრად ერთვასლს ავიღებ, თქვა და ყველაზე დიდ ვაშლს ხელის ტაცა. ჯიბეში ჩაიდო და კარს ეცა. მაგრამ დახეცა კვირველებას. კარი მანანას კაბის ბოლოში ეცა და არ გაუშვა. გამიშვი რა, გაიწია მანანა, გამიშვი, თორემ ბებო მომისწრებს. კარი მაინც არ უშვებდა. რა ვქნა, რატომ დამიჭირა? დაფიქრდა მანანა, მერე უცებ გაიცინა და თქვა: მივხვდი, ბებოს დაუკითხავად, ვაშლი რომ ავიღე არა? კარი დაჭრიალდა, მანანამ ჯიბიდან ვაშლი ამოიღო, კალათაში ჩადო და კმაყოფილი გარეთ გამოვიდა. კარს მანანა აღარ დაუჭერია. ხვალ ქართულის გაკვეთილზე, მომიყევი, რა გასწავლა ამ მოთხრობამ?